პირველი სტუმარი არის დავით ბჟავანაძე, კორუფციის მკვლევარი, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი იმყოფება ჩემთან ერთად სტუდიაში. დავით, მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს ეთერში. აუცილებლად მექნება კითხვა იმ სქემებზე, რამაც კიდევ უფრო მეტი დამატებითი კითხვა გააჩინა, დაკავებულია გაბუნია, რომელიც ბრალის წარდგენის მოლოდინშია, კითხვები კიდევ უფრო მზარდია ქარსელაძესთან დაკავშირებით, თუმცა არსებობდა მოლოდინი, რომ რაღაცნაირად ქარსელაძემდეც მივიდოდა, ხო, ეს ძიების კვალი. მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ იქამდე მინდა ჯერ გავამოხილოთ დავით ყურადღება აი ბიზნესთან კობახიძის შეხვედრაზე და იქ გაკეთებულ რამდენიმე კომენტარზე. ცხადია, მსხვილი ბიზნესის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია საკითხზე, ეს პირდაპირ ახდენს გავლენას რამდენიმე მიმართულებით და ამაზეც ვილაპარაკებთ. იყო რამდენიმე საგულისხმო კომენტარი, მათ შორის ბატონი თემურ ჭყონიასი, რომელიც ამბობს, რომ ასეთი კორუფცია და ამხელა თანხები არათუ მოსაპარად, არამედ რაღაც საშოვნელადაც ძალიან რთულია და რუხაძე, რომელიც ამბობდა ვერ გავერკვიე ჯერჯერობით. აი თქვენთვის რისი მთქმელი იყო ეს სურათი, რომელიც ჩვენ ვნახეთ. ასევე ხეჩიკაშვილიც გამოჩნდა მის ბიზნეს პარტნიორთან დაკავშირებითაც ვისით რა კითხვებია. ხო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ხო, ნამდვილად ის არის ეს დაბნეულობა შეინიშნება, რა თქმა უნდა, მსხვილ ბიზნესში, რომელთა დიდი ნაწილის და რომელთა წარმომადგენლების დიდი ნაწილის ქართული ოცნების პარტნიორები იყვნენ და არიან და ის კორუფციული სისტემა, რაც იყო და არის ამ ქვეყანაში ქართული ოცნების მიერ დამყარებული, ამის ნაწილი, მათ შორის მსხვილი ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი იყო. მათ შორის რუხაძე, რომელიც დაბნეულია და თურმე არ იცის რა ხდება და ცდილობს რომ გაერკვიოს ამ ყველაფერში. ხო, იმიტომ რომ ის რა სისტემაც აქამდე დალაგებული იყო, აი ამ ლილუაშვილის ხაზით, ღარიბაშვილის ხაზით. რაღაცა აირია, ხო? ბრიჟვაძის ხაზით ძალიან აირია. ისეთნაირად აირია, რომ ამ ყველაფერზე ხა კობახიძეს უწევს ძალიან ხშირად შეხვედრები და რაღაც დარწმუნება და ამათან კომუნიკაციები, რომ რაში, რომ დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რომ ყველაფერი ასე ვთქვათ მათ სასარგებლოდ იქნება და არ უნდა ეშინოდეთ არაფრის. ეს არის ხო, მაგრამ ვის არ უნდა ეშინოდეს, იმიტომ რომ აი მაგალითად ეხლა ტუყვაძესთან დაკავშირებით, რომელიც ხეჩიკაშვილის პარტნიორია, მან სუს მოუყვა, რომ სწორედ ის იყო რაღაც მიქონდა თანხა მოგებული ტენდერების სანაცვლოდ, ფულს აძლევდა ბურჭულაძეს და თუ არ ვთქვი ღარიბაშვილიც ინფორმირებული იყო, ხო, ამაზე. ანუ აქ რაღაცა ერთი მხარე არ აქვს ამ ამბავს, ხო, მეორე მხარეს არიან ეს თანხის მიმცემები და არის კიდე თანხის მიმღები პირი, ხო, ოფიციალური პირი, რომელსაც შესაბამისი მუხლით წარედგინებათ ბრალი. ამაზე რა სიტყვა? ბევრი მხარე აქვს ნამდვილად ამ ამბავს, რა თქმა უნდა, ვიღაცები ეწირებიან ხა აი ამ უფრო წვრილი, ასე ვთქვათ, ბიზნესმენები და წვრილი აქტორები ეწირებიან აი ამ კორუფციული, თითქოს კორუფციული საქმეების გამოძიების ამბავს, თუმცა ის მსხვილი ბიზნესი, რომელსაც ეყრდნობა ივანიშვილი და მისი პროპაგანდა, მათ შორის იგივე რუხაძის და იგივე ტარიელ ხეჩიკაშვილის ჩათვლით. ტარიელ ხეჩიკაშვილი მათი სპორტის მინისტრიც იყო და ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი არის, რომელთანაც აქვს 300 მილიონზე მეტი ლარის ტენდერები გაფორმებული მანქანების შესყიდვისთვის და ეხლა რომ რუსეთის სანქციების გვერდისავლით რომ ყირგიზეთში გაექვსმაგდა საქართველოსთან მანქანების ტრანზიტი და მაგალითად 400 მილიონიდან რო გახდა 2 მილიარდი დოლარი, მაგასაც მათ შორის ტარიელ ხეჩიკაშვილი ახორციელებს. ხო, ანუ ეს წევრი არის, ნაწილი არის მათ შორის ამ სისტემაში. რას ახორციელებს ხეჩიკაშვილი? რეექსპორტს, მანქანების რეექსპორტს, რომელიც შემოყავს დასავლური სახელმწიფოებიდან და რეექსპორტის გზით გადის ყირგიზეთში და რა თქმა უნდა გადის მე რუსეთში. იმიტომ რომ ყირგიზეთში მაგას იქ ვერავინ ვერ იყენებს. ანუ ამ სქემაში მონაწილე. რა თქმა უნდა, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია ფრანს აუტო, კავკასუს აუტო მოტორსი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიები არიან, რომელსაც მანქანები ერთის მხრივ შემოყავდა და ხო, მაგრამ ეს მოდის წინააღმდეგობაში, ვთქვათ, ოცნების წინააღმდეგობაში არ მოდის, მხოლოდ ამ შეხვედრების მიზანი კარგად რომ გაიგოს ადამიანებმა არის ის, რომ ერთის მხრივ დაამშვიდონ ეს ხალხი, რომ თქვენ არ შეგეხებათ და ყველაფერი გადალაგდება და აი ეს ამ ძველების გაწევა არ აისახება თქვენსა და ჩვენ შორის არსებულ აი ამ სიმბიოზზე. მეორეს მხრივ არის სხვა ბიზნესმენები, ხა მათ შორის თემურ ჭყონიას და სხვები, რომლებიც საერთოდაც არ არიან მათი, ასე ვთქვათ, გავლენის ქვეშ და იმათაც აინტერესებთ რაში არის საქმე. ხო, ეს ან როგორ ხდება, რომ ამდენი ფული შეიძლება გაკეთდეს ქვეყანაში ისე, რომ საერთოდ არანაირი ბიზნესში არ იყო ჩართული და როგორ შეიძლება მაგალითად გრიგოლ ლილუაშვილმა და ირაკლი ქარსილაძემ, რომლებიც იყვნენ ჩინოვნიკები, რა ვიცი, 9 მილიარდი დოლარი გააკეთონ სხვადასხვა ტენდერების და სხვადასხვა სქემების სახით. ან ყველაფერს ჭირდება განმარტება და ეს პროცესი მინდა რომ ეგ კიდე ერთხელ აი ძალიან მოკლედ ვიტყვი, ეს არის ქართულ ოცნებაში კრიზისის გამოვლენება და იმ არეულობის გამოვლენება, რაც მათ ეხა აქვთ ამ საერთოდ კრიზისის რა თვალსაზრისით, იმიტომ რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს ადევნებს თვალს, ამბობს, რომ რაღაც ისეთი პროცესია, რომელიც საერთოდ ახალ რეალობაზე მიუთითებს, მაგრამ არის თუ არა ეს კრიზისული, ეს კიდე ცალკე ამბავია. ხო, აუცილებლად კრიზისული არის, იმიტომ რომ ეს ხალხი
ხალხი, ვისაც ეხლა დაერია ეს ხო რაღაც ამ სისტემიდან გამოთიშული ხალხი არის დავით ხო? გრიგოლ ლილუაშვილი და არა, ანუ მოქმედია ის ხო გაიწია 3 თვის წინ, თორე 13 წელი შემოქმედები იყვნენ ამ სისტემის და ეს ამ ხალხზე იდგა ქართული ოცნება მნიშვნელოვანი წილად. შეიძლება ბიძინაევანიშვილის გონია რომ მარტო პერსონალურად მისი რეიტინგი იყო და მისი გავლენა იყო რაც ქართული ოცნებას უნარჩუნებდა ძალაუფლებას, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილიც, ხარიბაშვილიც და რიჟვაძეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გავლენის ასე ვთქვათ სუბიექტები, რომლებიც უნარჩუნებდნენ რეგიონებს, სხვადასხვა რაიონებს, სხვადასხვა სტრუქტურებს და ქართული ოცნების ძალაუფლება მათზე იყო დაყნობილი და ეხლა სულ რაღაც 3 თვე, აი მაისის თვიდან, აი წინა გაზაფხულიდან დაიწყო ამ კლანების ჩაჩოჩება, რასაც ახორციელებს ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძის აეს რაღაცა კლანი, რაზეც წვანეშუქი ივანიშვილისგან ანთებული აქვს და ამათ შეიძლება ეხლა გონიათ რომ ხო ეხლა ამას ესე სკალპელით ამოძირკვავენ აი ამ ქართული ოცნების ორგანულ ნაწილებს და ორგანულ ასე ვთქვათ ჩინოვნიკებს, რომლებმაც ააშენა ეს კორუფციული იმპერია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის ხინის გამოვლინება, ეს კრიზისის გამოვლინება. აქამდე რომ ეს ქართული ოცნებას დამართნოდა, ქართული ოცნება დღეს ვერ იარსებებდა იმ სახით, როგორც არსებობს. უბრალოდ ეხლა გონიათ რომ ამის ფუფუნება აქვს, მაგრამ ნუ ამით გამოაჩინეს საბოლოოში თავისი სახე და სიცხე. სხვათა შორის ეხლა მინდა მაყურებელს უთხრა რომ ამ წუთებში ირაკლი კახაკალაძე იმყოფება თბილისის საკრებულოში, იმ მიზეზით რომ მერვე მოწვევის საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობას თანხმობა უნდა უთხრას, როგორც ცნობილია, ეს არის სწორედ აი პროცედურით გათვალისწინებული, უსმენენ კალაძეს, რომელიც რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის მიმდინარე სამომავლო პროექტების შესახებ და საუბრობს იმაზე, თუ როგორი სწორი და უალტერნატივოა ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებენ თბილისში და ცხადია, იგივე აზრი აქვს მას ოცნების პირობებში ქვეყნის მასშტაბითაც. აი ზოგად სურათზე რის თქმა შეგიძლია, ხშირად გისაუბრია ლილუაშვილის თემატიკასთან დაკავშირებით სხვათა შორის და ეს რამდენიმე მიმართულებაზეც გილაპარაკია, ხო, დავით, იქ თბილისში რა ხდება, რეგიონებში რა ხდება და თქვათ აი ეს ქსელი სად შევიდა, სად შეაღწია თქვათ ამ კორუფციულმა ელემენტებმა, იმიტომ რომ ეს პირველ წყარო და ამ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის სწორედ ისევ და ისევ ქართული ოცნება, ხო, თუ აქამდე ჭორაობას აბრალებდნენ საგამოძიებო მედიას და სრულიად სამყაროს, ეხლა უკვე ეს ნამდვილად ვეღარ ჩაითვლება სპეკულაციურ საუბრად. რასთან გვაქვს საქმე და ლილუაშვილის საკითხი რატომ რჩება ღიად, როგორ ფიქრობთ? აი რა სულ არის საჭირო რომ ვთქვათ მიუახლოვდეს მას ძალიან ახლოს ეს ძალიან ახლოს არის მიახლოვებული, მათ შორის გუშინ დაკავებული კობა გაბუნია, რომელიც იყო ქარსელაძე, რომელიც გაოგნებულია, როგორც გავიგე ადვოკატისგან. ყველად არის გაოგნებული, იმიტომ რომ ის ნაწილი იყო აი ამ სისტემის, ის არის წარმოშობით ვანიდან, აგრეთვე როგორც გრიგოლ ლილუაშვილი და მისი ორივე მოადგილე. და თქვენც როგორც და მეც ეს ბედნიერება მაქვს. როგორც დავიმახსოვრე. კი. და ეს გაბუნია იყო ასე ვთქვათ, ჯერ იყო ქარსელაძის მოადგილე გზების დეპარტამენტში, შემდეგ როდესაც სუსის უფროსი გახდა გრიგოლ ლილუაშვილი, კობა გაბუნია იყო დასავლეთ საქართველოს სუსის უფროსი და აი ამას ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოში, როცა 20-20 წელს ირაკლი ქარსელაძე გახდა მინისტრი, ის გადავიდა მის მოადგილედ და შესაბამისად აი გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ქარსელაძის კლანის ძალიან მნიშვნელოვანი და გავლენიანი წევრი იყო. 20-20 წელს ქართული ოცნების სასარგებლოდ ღია დაყალბებდა არჩევნებს ქუთაისის უბნებზე, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდა თვითონ. და ეს კაცი ხა ამის ნაწილი იყო, ამ ყველაფრის თვალი და ყური იყო გრიგოლ ლილუაშვილი. თქვენ ხო გახსოვთ გრიგოლ ლილუაშვილი რომ გაათავისუფლეს სუსის უფროსობიდან, რეგიონების სამინისტროს რო უქმნიდნენ ცალკე და ის მინისტრად რო უნდა დაენიშნოს. რამდენიმე დღიანი ეპოპეა იყო, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. რეგიონები კი არ დასიზმრებიათ. რეგიონული სამინისტრო ისედაც გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ქარსელაძის იყო 2018 წლიდან ჯერ კიდევ და ამ პერიოდში, როცა მათ გავლენა ჰქონდათ და კონტროლი ჰქონდათ ამ სამინისტროზე, 18 მილიარდი ლარის ტენდერები ჩაატარეს, ანუ ბიუჯეტი იყო 18 მილიარდი ფაქტობრივად სამსამისტროს. ანუ მას ჰქონდა გავლენა ამაზე, მაგრამ ანუ რა თქვათ აი რა გადაარჩინა, როგორ ფიქრობ ლილუაშვილი? ანუ ის რომ ის რაღაც სხვა კალიბრის თქვათ ფიგურა შეიძლება იყო, თუ აი რა რითი შეიძლება აიხსნას, თუ დასაბუთებაც მნიშვნელოვანია, თქვათ ანუ ისეთი სკრუპულოზურია ეს პროცესი და ისეთი დეტალურია, რომ აი ესეც უნდა გამოჩნდეს კარგად, რატომ მივა თქვათ ეს გადაწყვეტილება ლილუაშვილამდე. ამ სწორად ინფორმირებას მაგის დასაბუთება არ გაუჭირდებათ მაგის დასაბუთება, რომ ის კავშირები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეხლა ირაკლი ქარსელაძე არის მეჯვარი გრიგოლ ლილუაშვილის და კურსელები არიან და უახლოესი გარემოცვა არიან ესენი ერთმანეთის. მაგის დასაბუთება
განათლება არ გაუჭირდებათ გინ ამ საქმეში, გინ ნებისმიერ სხვა საქმეში. უბრალოდ რილუაშვილი ჯერჯერობით რო არ დაუკავებიათ და ქარსელაძეც მე მგონი ჯერჯერობით არის დაკავებული ხა. ეგ განიშნავს, რომ თავისუფლები არიან. გარშემო ყველა დააკავეს, მათ თუ ვინმეს ან რამე გავლენა ქონდა, ან თანამდებობა ქონდა, ან მათი ნათესავი იყო და რა თქმა უნდა ეს გეგმა ისანაცვლოდ არის თავისუფალი ეს კიდევ შეიძლება ცალკე კითხვა იყოს ამ იმიტომ რომ ვივარაუდოთ რატომ ჯერჯერობით პროცესია აი როგორი პროცესია იცი მე როგორც ერთ მოქალაქეს როგორც ეს შტაბის-შტაბისწულება მაქვს რომ რაღაც აი მთელი ამ სურათის რაღაც გარკვეულ ნაწილს თავაზობენ საზოგადოებას და უფრო დიდი ნაწილი კულუარებში რჩება. რა თქმა უნდა აისბერგის წვერი არის ეს რა საქმესაც დაიწყო გამოძიება რაღაც 9 მილიონი მიისაკუთრეს რომ 9 კი არა 900 მილიონზე რეალურად საუბარი იმდენად დიდი მასშტაბია ეს ყველაფერი. უბრალოდ ლილუაშვილი ჯერ რატომაც არის თავისუფალი რამდენიმე მიზეზი შეიძლება ქონდეს ამას. ერთი ის რომ მიზანმიმართულად ხდება მის გარშემო ყველას დაკავება და დისკრედიტაცია მისი ისეთი რომ უკვე მის დაკავებას არავის აღარ გაუკვირდეს მე და ნაკლები სკანდალი იყოს იმიტომ რომ გრიგოლ ლილუაშვილი ისევე როგორც ღარიბაშვილი მაინც იყო გარკვეული გავლენის მქონე ქართულ ოცნებაში და ესე უბრალოდ დააკავო შესაძლოა ცოტა გაუგებრობის და ქაოსის შემომტანი იყოს ისე ქართული ოცნების ამორჩევალში მეორე მხრივ რა ვიცი შეიძლება ის ვივარაუდოთ რომ მას გარკვეული კომპრომატები ქონდეს ბიძინეევაშვილის წინააღმდეგ და გრიგოლ ლილუაშვილს რომელიც გაუჭირდებოდა როგორ ფიქრობ ესე არ უნდა გაჭირვებოდა მაგრამ ხო ნუ ჯერჯერობით შეიძლება ეს ფაქტი გამოყენების საკითხია ახლა სამშველო შეიძლება ამიტომაც უვლიან გვერდ ჯერჯერობით მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის თავისუფალი არ არის ხა მას ქვეყნიდან გასვლაც არ შეუძლია ის რაღაცა გარშემო ყველა დააკავეს და გასაგები არის რომ ის გარშემო აი ერთი კითხვა მინდა დაგისვა ბოლოს დავით ესეთი თქვენ წარმოადგენთ ხართ კორუფციის მკვლევარი მაგრამ ამავდროულად წარმოადგენთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს ეს არის კოალიცია ცვლილებისთვის ეხლა ის რა კითხვა მინდა დაგისვათ ანუ თქვენ ახსენეთ რომ ეხლა ეს პროცესი რაც მიდისო ეს აზიანებს ოცნებას აი თქვენი მხრიდან როგორც ოპოზიციური ჯგუფისგან აი მიზანი ხო რა არის ოპოზიციური ჯგუფის რომ გაზარდოს მისი მხარდამჭერი ხომ აი ამა თუ იმ ფაქტის ანალიზით აი თქვენთვის რა არის ეს ხელსაყრელი პროცესი როგორ ფიქრობ რომლის სწორი ანალიზი თქვენ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მოგიტანთ იმიტომ რომ აი მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს რომ ამ პროცესით რაღაც კობახიძე საერთოდ სხვა ტიპის რაღაც მართლობაზე აქვს მას პრეტენზია და ასე შემდეგ და ზოგს მოსწონს კიდეც და უფრო მეტი და ნაკლებიც მაგრამ აი თქვენთვის რა ტიპის სარგებლის მომტანია ეს პროცესი აი რა კუთხით უნდა მიაწოდოთ და დაანახოთ ეს საზოგადოებას კი ბატონო მადლობა ამ შეკითხვისთვის ეს რაც ახლა ხდება ეს არის მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ქვეყანაში არსებული კრიზისის. მარტო არჩევნების გაყალბება და ქუჩაში ცემა კი არა. აი ეს კორუფციული სისტემა რაც აშენებული აქვს და რის შესანარჩუნებლად იბრძვიან გამალებით, აი ეს არის იმ კრიზისის მათ შორის მნიშვნელოვანი საფუძველი, რაც ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია გრძელდება და რითაც აი ვერ ამოითქვა ამ ქვეყანამ სული. ამიტომ ამ კრიზისის გადაჭრა და ამ ქვეყანაში რაღაც ნორმალური არჩევნების ჩატარება თუ ნორმალური ხელისუფლების მოსვლა, მათ შორის შედის ქართული ოცნების ამორჩევლების ინტერესებში და ყველას ინტერესებში, იმიტომ რომ ეს რაღაცა პარტიული კი არა რომ აი ჩვენ არჩევნები ჩაგვიტარეთ კარგად და რაღაც მანდატები გვინდა მივიღოთ უფრო მეტი. არა, ანუ ნახეთ რა ღრმა არის პრობლემა, რასაც ვლაპარაკობდით. აი კორუფციას ხო ყველაფერი მართალი აღმოჩნდა. ეხლა გავა დრო და რასაც ვლაპარაკობდით მაგალითად არჩევნების გაყალბებაზე, ეგეც ყველაფერი მართალი იქნება, დარწმუნებული ვარ და ამიტომაც საბოლოო ჯამში ეს ამ ღრმა კრიზისის მაჩვენებელი არის. ხო, ნუ ჩვენი ანუ თქვენ დავით შეგიძლიათ და გაქვთ აი იმის უნარი ესე პირდაპირ კითხავთ ოპოზიციურ ჯგუფებს რომ ეს ამბავი ისე მიიტანოთ მოქალაქემდე რომ აი მათთან რო რაღაც კონკრეტული სიკეთე არ მიდის რაღაც მათი შემოსავალი არიზდება თუ რაღაცა ამის პირდაპირ პროპორციულია ის ამბავი რასაც ისინი ტელევიზორში უყურებენ იმიტომ რომ ვიღაცამ ალბათ ყოველთვის ფიქრობს რომ ხო ეხლა იპარავენ და ვიცი ანუ ამასაც შეგუებულია რაღაც გარკვეული ჯგუფი გასაგებია უბრალოდ მასშტაბი ცოტა გასაკვირი აღმოჩნდა მასშტაბი აქ იმდენად დიდი არის და იმდენად დიდ რესურსებზე არის საუბარი რომ ეს უბრალოდ მოპარვა არ არის ეს არის რაღაც გაძარცვა მთლიანად რესურსების აი ერთ მაგალითს ვიტყვი რა გრიგოლ ლილუაშვილი არის წარმოშობით ვანიდან დედოფლის წყაროდან არის ირაკლი ღარიბაშვილი და ეს ქარსელაძე ქუთაისიდან არის. სამივე ამ მუნიციპალიტეტში არის მოსახლეობა უკიდურესად გაღარიბებული. ვანის მოსახლეობის 60% ცხოვრობს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა. დედოფლის წყაროს ბიუჯეტი რამდენიც არის, მაგაზე მეტი ფული ამოიღეს ღარიბაშვილის სახლიდან შხრეკის შედეგად. და ქუთაისი გახდა საქართველოში სიდიდით მეოთხე ქალაქი. იმიტომ რომ წავიდა ყველა ქუთაისიდან საცხოვრებლად და ღარიბდება იქაურობა. და ეს ქარსელაძე და ეს მთელი მისი ხალხი არის ქუთაისლები. ანუ ნახეთ, მხოლოდ ამ სამ ადამიანს რო შევხედოთ, ამათ რამდენიც აქვს მიტაცებული აი ამ წლების განმავლობაში ეს რომ მხოლოდ ამ რაიონებში რაღაცნაირად გადანაწილებულიყო სამართლიანად და არაკორუფციის გზით, ეს რაიონები და ეს რეგიონები იქნებოდა აყვავებული და იქნებოდა ადეკვატური და ნორმალური საცხოვრებელი ადგილები და არა ისე გაუკაცრიელებული როგორც ახლა არის. აი ხო კარგად გამოჩნდა, რატომაც ეჭიდებიან ამ ძალაუფლებას, რომ თვითონ არც ანაწილებენ არავისად და რა თქმა უნდა ეს უნდა მივაწოდოთ ყველას და ამას უზრუნველყოთ მაქსიმალურად, რომ ხალხმა შეაფასოს სად მიდის ეს ქონება და რა შეიძლებოდა მიიღოთ და რა შეიძლება მიიღოთ მომავალში აი ამ რესურსებიდან საბოლოო ჯამში.
დიდი მადლობა. დაგემშვიდობები დავით ჯავანაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში. ის არის კორუფციის მკვლევარი და ამავდროულად კოალიცია ცვლილებისთვის წევრი.